იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო არჩილი, მოგესალმები პატივცემულ პარლამენტის წევრებს. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო იურიდიული დახმარების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით ადვოკატებს და კონსულტანტებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით. დავიწყებ სტატისტიკური მონაცემებით. 2024 წელს სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებული იქნა სულ 21512 საქმე, გაწეული იქნა დაახლოებით 30000 კონსულტაცია და შედგენილი იქნა დამატებით 5629 სამართლებრივი დოკუმენტი კონსულტაციის ფარგლებში. გასათვალისწინებელია ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში უკვე ყოველწლიურად იურიდიული დახმარების სამსახურის მომართვიანობა იზრდება დაახლოებით 1500 საქმით. წარმოდგენილი 21512 საქმიდან სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ შეადგინა 14369, სამოქალაქო საქმეების რაოდენობამ შეადგინა 4892, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეების რაოდენობამ შეადგინა 2551. მხედველობაშია მისაღები, რომ წარმოებაში მიღებული საქმეების დროს ინიციატორების შემთხვევაში პირველ ადგილზე იმყოფება გამოძიება და პროკურატურა, მეორე ადგილზე არის სასამართლო და დანარჩენი საქმეები განაწილდა თავად ფიზიკური პირების მომართვიანობის შედეგად. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით განხორციელდა 3689 არასრულწლოვნის უფლებათა დაცვა ამ კონკრეტული საქმეების ფარგლებში. ასევე გადახდის უნარო პირი მათგან იყო დაახლოებით 900 და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც არ იცოდნენ სისხლის სამართლის საპროცესო ენა, იყო 2863. განხორციელებული კონსულტაციებიდან, რომლის რაოდენობამ შეადგინა 31104, პირადი კონსულტაციების რაოდენობა იყო 19585, ხოლო დანარჩენი კონსულტაციების რაოდენობა განაწილდა სატელეფონო და სხვა ციფრულ კონსულტაციების სახეობებზე. ძირითადი მომართვიანობა კონსულტაციების კუთხით იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა საქმის წარმოების ფარგლებში დაიცვა 1925 პენსიონერის უფლება, ყავდა 519 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, როგორც ბენეფიციარი, 526 დევნილი, 326 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი და 160 უცხო ქვეყნის მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში სამსახურმა 2024 წელს შეისწავლა ადვოკატთა 2074 სისხლის სამართლის საქმე, 658 სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ცალკე შესწავლილი იქნა არასრულწლოვანთა 1553 მიმდინარე სისხლის სამართლის და არასრულწლოვანთა 1551 მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. 2024 წელი ასევე გამოირჩეოდა განგრძობითი განათლების მიმართულებით და იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული იქნა 37 ტრენინგი და ტრენინგი მოდულების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა ადვოკატთა გამოგითხვის შედეგად ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, რა თქმა უნდა. 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის დოკუმენტბრუნვა წარმოდგენილია 22027 დოკუმენტით, მათ შორის შიდა დოკუმენტების რაოდენობა არის 10000, ხოლო შემოსული და გასული დოკუმენტების რაოდენობა წარმოადგენს დაახლოებით 9000 ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. საქართველოს პარლამენტიდან 2024 წელს შემოვიდა 200 წერილი, საიდანაც 196 მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 37 წერილი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა 33 წერილი. რაც შეეხება სამსახურის ფინანსურ ანგარიშს, იურიდიული დახმარების სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს შეადგენდა 12.500.000 ლარს და ბიუჯეტი შესრულდა 99%-ით.
2024 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმა შეადგენდა 1,477,280 ლარს, საიდანაც სულ გაფორმებული იქნა 105 ხელშეკრულება ჯამში 1,290,209 ლარის ოდენობით. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული იქნა 73 ხელშეკრულება თანხით 452,212 ლარი. ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმებული იქნა 10 ხელშეკრულება თანხით 366,622 ლარი. 2024 წელს ასევე განხორციელდა რეესტრის ადვოკატების მიერ ნაწარმოები 1110 საქმის შეფასება მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე და საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების ნაწარმოების საქმეებში სამსახურმა გადაიხადა ჯამში 112,870 ლარი. 2024 წელს სამსახურმა 99,8% შეასრულა სამთავრობო გეგმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და განახორციელა მიმდინარე და დასრულებული უკვე 17 პროექტი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მოძრავ ავტომობილს, საშუალო ავტომობილს, სადაც უზრუნველყოფილია ყველანაირი გარემო იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს სამართლებრივი კონსულტაციის მიღება. აღნიშნული მობილური საკონსულტაციო ცენტრის ფარგლებში სამსახურმა 2024 წელს ჩაატარა 62 შეხვედრა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წარმომადგენლობა და ოფისები. უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდელთა ქსელში, ეგრეთ წოდებულ პორტალში 2024 წელს სამსახურმა ჩაატარა 121 საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა, რომელსაც საერთო ჯამში დაესწრო 6000-მდე ადამიანი. სულ ეს იყო მოკლედ საქმიანობის შესახებ 2024 წლის ანგარიში. რაიმე სახის კითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა. მადლობა ბატონ დავით. კოლეგებო, თუ გაქვთ კითხვები? დიახ, ბატონო. ბატონ დავით, დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილი ანგარიშისთვის. ჩვენ ვიცით თუ რაოდენ მასშტაბურია ის სამუშაო, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს. თქვენ ისაუბრეთ სტატისტიკის შესახებ, რომელიც არის მზარდი ხომ წლიდან წლამდე და დღეს უკვე ათეულობით 1000 საქმეა, რომელიც თქვენამდე მოდის კონსულტაციას წევთ და სხვა. ამ ფონზე საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ხომ არ მოქმედებს ეს ასე ვთქვათ დინამიკა გადატვირთულობაზე და თავად სამსახურის ეფექტიანობას როგორ შეაფასებთ ამ კუთხით, ან როგორ ცდილობთ რომ ამ გამოწვევას უპასუხოთ? ეს არის დაუშვათ ადვოკატთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები თუ რა ასე ვთქვათ მექანიზმები შეიძლება დაუპირისპიროთ ამ პოზიტიურ დინამიკას ერთი მხრივ. მადლობა ბატონ ანტონიკე შეკითხვისთვის, საინტერესო შეკითხვა. მოგახსენებთ რომ იურიდიული დახმარების სამსახური არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელ მსოფლიოში წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად არის ხოლმე დატვირთული და მე პირადადაც არ მინახავს შემთხვევა, როდესაც არ ყოფილიყოს გადატვირთული რაღაც კუთხით იურიდიული დახმარების სამსახური სოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. შეეხება საქართველოში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც 2025 წლიდან უფრო მეტად ამოქმედდა იმისათვის, რომ განიტვირთოს საქმეების რაოდენობა ადვოკატებს შორის და მაქსიმალურად იქნეს დაჭერილი ის ხარისხი, რა ხარისხითაც სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების უფლებები. ეს გულისხმობს მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ფორმირებას, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო ადვოკატებისთვის რაღაც კონკრეტული რაოდენობის საქმეთა გადაცემას შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე და 2025 წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ რეესტრის ფორმირება, ახალი ადვოკატების დარეგისტრირება ამ კონკრეტულ რეესტრში, რაც განაპირობებს და გამოიწვევს იმ ყველაფერს, რომ შემოდინებულ საქმეთა ნაკადი უფრო მეტად გაიშლება პარტომასებზე, აღარ ჩაიკეტება მხოლოდ სამსახურში შტატიან ადვოკატებზე და გავრცელდება კერძო მიმართულებით, კერძო ადვოკატებზეც, რაც კიდევ ერთხელ აღსანიშნავია იმ კუთხით, რომ ეს გამოიწვევს როგორც ხარისხის გაზრდას, ასევე რაღაც კონკრეტული დამატებითი შემოსავლის გაჩენას კერძო ადვოკატებისთვისაც. დიახ. კი, როცა ბატონო დავით, ამ ნარდობის ხელშეკრულებით, თუმცა კერძო ადვოკატებს აძლევთ საქმეებს. რა მექანიზმები გაქვთ იმისთვის, რომ
გადაზღვეული იყოს კლიენტი პირველი ხარისხიანი მომსახურებით და ამავდროულად არ იყოს ფაქტები იმის შესახებ, რომ ვინმემ ზედმეტი ჰონორარი არ მოთხოვოს უფასო ანაზღაურების პროცესში. მადლობა შეკითხვისთვის. სამსახურში არსებობს ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები, რაც გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ თითოეული საქმე, რომელიც შემოდის იურიდიული დახმარების სამსახურში და რომელიც გადაეცემა, არ აქვს მნიშვნელობა შტატის პოზიციაზე დასაქმებულ ადვოკატს თუ რეესტრის ადვოკატს, ორივე მათგანი ვალდებული არიან სრული ანგარიში წარმოუდგინონ სამსახურს საქმის დასრულების შედეგად. გარდა ამისა, ორივე მათგანი, როგორც შტატის ადვოკატი, ასევე რეესტრის ადვოკატი 2025 წლის ბოლოდან, უბრალოდ რეესტრის ადვოკატები ვალდებული იქნებიან საქმეები აწარმოონ სამსახურის ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზუსტად ვაკონტროლოთ კონკრეტულ საქმეზე, თუ რა მიმდინარეობა არის, რა პროცესები ხორციელდება და ანაზღაურების პროცესშიც სამსახური სწავლობს ადვოკატების მიერ, ანუ რეესტრის ადვოკატების მიერ წარმოადგენელ საქმის მასალებს, სწავლობს კონკრეტულ გახორციელებულ მოქმედებებს და ამ მოქმედებათა რაოდენობა და ჯამი, რომელთა ანაზღაურებაც დამტკიცებული არის იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ, ხორციელდება ანგარიშწორება იმის შესაბამისად, თუ რა კონკრეტულ აქტივობებს წარმოადგენს და რა კონკრეტული აქტივობები დადასტურდება როგორც შესრულებული სამსახურის შესაბამისი თანამშრომლების მიერ. უსწორად გავეცით თქვენს კითხვას პასუხი. მადლობა და ჩვენ იურიდიული დახმარების სამსახურთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც და მათ შორის გვეგმავთ გარკვეული ხასიათის თქვენთან ერთად რა თქმა უნდა თქვენი ინიციატივით რომ გარკვეული ხასიათის ერთსულოვები და აზუსტებები კონტექსტ მათ შორის საკანონმდებლო სივრცეში ჩარჩოშის რომელზე მუშაობასაც ჩვენ გავაგრძელოთ რა თქმა უნდა ზაფხულის თვეების განმავლობაში და შეგვიძლია რომ მერე უკვე საზოგადოებას წარუდგინოთ საშემოდგომო სესიაზე, რისთვისაც მადლობას გითხრით კიდევ ერთხელ თანამშრომლობისათვის და გაწეული საქმიანობისათვის მნიშვნელოვანია ზოგადად იურიდიული სამსახურის არსებობა და საქმიანობა ისევ და ისევ მოქალაქეებისათვის, რომ მათ კონდეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებები დაიცვან, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი შესაძლებლობები მატერიალური ხასიათიდან გამომდინარე არ აქვს. სულგებო თქვა შეკითხვები მოსაზრებები თუ არ არის, დავიწყენ თუ ხომ მახსოვთ რაიმე თქვა დაწყვეტი სიტყვის სახით თუ არა, მაშინ შეგვიძლია რომ მადლობა გადაგიხადოთ და გთხოვთ რომ დავბრძანდეთ.